მოგესალმებით, კეთი, მოგესალმებით დადგმა ძალიან დიდი მადლობა მოგეთხრათ, რომ დღეს ჩვენი სტუმრები ხართ და არის დაგეგმილი კულინარიული კონგრესი, გასტრონომიული კონგრესი და მინდა გითხრათ, რა კონგრესია, სად ტარდება და რა მნიშვნელობის არის ეს კონგრესი. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, ყოველთვის მიხარია თქვენთან ყოფნა. კონგრესი, გასტრონომიული კონგრესი, რომელიც ჩატარდება 2 მარტს, 2 და 3 მარტს, 2 მარტს იქნება უშუალოდ კონგრესი, სადაც მოწვეულები არიან 200-ზე მეტი, დაახლოებით 250 გასტრონომიის და რესტორნის სფეროს სტუმრები გვეყოლება, უშუალოდ შეფები, ახალგაზრდა შეფები დაესწრებიან, ვისთვისაც საინტერესოა ზოგადად გასტრონომია. კონგრესი თავად დაიწყება დილის 10-ის ნახევარზე და გაგრძელდება 5 საათამდე. ამიტომ ვისაც აქვს სურვილი რომ დაესწროს, მოუწევთ კახეთში ამბასადორში ჩამოსვლა. გადავწყვიტეთ რომ კახეთში ჩატარებული იყო ეს ღონისძიება, რადგან თავად ბასკეთი არის ესპანეთში ცალკეული ავტონომია რეგიონი არის და ის ცდილობენ რომ რეგიონი განვითარდეს გასტრონომიის მხრივ. ამიტომ ზუსტად ეს არის საინტერესო ჩვენთვის, რომ რეგიონების განვითარება მოხდეს გასტრონომიულად. მით უმეტეს კახეთი არის ღვინის რეგიონი, დაგეგმილი არის გაიხსნას კავკასიის უნივერსიტეტის მიერ, დაგეგმილი არის გასტრონომიული აკადემიის გახსნა, სხვადასხვა აქტივობები ხდება, ღვინის ფესტივალი, გურჯაანის ღვინის ფესტივალის პროექტი არის თვითონ ეს გასტრონომიული კონგრესი და ზუსტად ღვინის ფესტივალზე მე და დადუნა ვიყავით ზუსტად ორგანიზატორები გასტრონომიული კუთხის და ამიტომაც მიგვიწვიეს თან ბათუმში ჩავატარეთ ზუსტად დეკემბერში გასტრონომიული ფორუმი, რომელიც ძალიან წარმატებულად ჩატარდა და ნამდვილად ისე ვართ ამაყები ვართ ამ ხრივ და ზუსტად ამიტომ ჩაგვაბარეს ესეთი ძალიან მნიშვნელოვანი, მეტად მნიშვნელოვანი კონგრესი, რომელიც არის რეალურად ბასკეთის და საქართველოს connection ურთიერთობის, დაახლოების ურთიერთობის ესეთი გასაძლიერებელი. თან ჩამოდიან ძალიან მნიშვნელოვანი სტუმრები. ჩვენგან საქართველოდან იქნება თეკუნა გაჩეჩილაძე და ახალგაზრდა შეფი ლუკა თოდუა, ასევე დავით ნარიმანიშვილი, რომელიც სწავლობდა თავად ამ გასტრონომიის, ბასკეთის გასტრონომიულ სკოლაში და ზუსტად ეს შეფები გამართავენ ძალიან მნიშვნელოვან კონგრესს, იქნება პანელური შეხვედრა და მასტერკლასები და თავად ამ შეფების შესახებ დადუნა უფრო კარგად მოყვება, იმიტომ რომ მას აქვს უშუალო მე ვარ ზოგადად ვაორგანიზებ სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებს, მოგეხსენებათ რომ ძალიან რთულია და დადუნას კონკრეტულად ჩაბარებული ყავს შეფები, მასტერკლასები და ესე გვაქვს დელეგირებული გვაქვს ძალიან კარგად ეს პროექტი და ზოგადად სულ ესე ვარ ხოლმე და მოყვება ამის შესახებ. პირველ რიგში ის არის რომ ბასკეთის აკადემია თავად აკეთებს ამის კომუნიკაციას და დაიდო მათ საიტზე, ჩამოდის ბასკეთის მთავრობა, სხვადასხვა ცნობილი ჟურნალისტები ჩამოდიან, გარდა იმისა, რომ იქნებიან შეფები, იქნება პრესის წარმომადგენლები, გაშუქდება ეს ყველაფერი. მოგეხსენებათ, ახლა Madrid Fusion-ზეც ვიყავით გასულები და ანუ ეს პოპულარიზაცია ხდება ნელ-ნელა. ანუ ეტაპობრივად უნდა მოხდეს ეს ყველაფერი, ადრე იყო რა, უფრო ესეთი დარტყმებით იყო რა, რაღაც და ეხლა უკვე ეს ყველაფერი უნდა იყოს სისტემატურად და ჯაჭვური რეაქციით და ამის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს აუცილებლად, ესე გაგვიცნობენ უფრო მეტად მithumetes ევროპაში და ზუსტად ამისთვის ხდება რომ მოხდეს პოპულარიზაცია საქართველოსი და უფრო ბევრი მეტი სტუმარი მივიღოთ. რა უნდა დავამატო უფრო მეტი. ხე თუ შეიძლება შეფებზე. და რა მნიშვნელობა აქვს? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი კონგრესი ტარდება, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო.
ჩამოდიან ძალიან ცნობილი შეფები, ცნობილი როგორც თავიანთ ქვეყანაში, ასევე საზღვრებს გარეთაც. მათი რესტორნები არის, რა თქმა უნდა, მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნები და დიდი ისტორიის მქონე რესტორნები. ეს შეფები არიან ერთ-ერთი მაგალითად, რომელიც არის ხუან კარლოს კარო და თვითონ ნებისმიერი შეფი დაჯილდოებულია სხვადასხვა ჯილდოთი. ერთ-ერთი ეს ხუან კარლოსი დაჯილდოებულია მაგალითად მწვანე ვარსკვლავით, რომელიც მიშლენის გიდმა 2000 წელს შემოიღო და აჯილდოებს რესტორნებს და შეფსარეულებს, რომლებიც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ მდგრადი გასტრონომიის განვითარებაში და ჩვენი პანელური დისკუსიის მთავარი თემაც შეფების მიერ იქნება ზუსტად გასტრონომიის მდგრადი განვითარება. მთავარი თემა ასევე იქნება ნახშირი, როგორც კულინარიული ტექნიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კონფერენციაში და შეფების ჩამოსვლაში, რა თქმა უნდა, არის ის, რომ ბასკი შეფები გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას ქართველ შეფებს და რა თქმა უნდა, თვითონაც აღნიშნავენ, რომ მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ახლის გაგება, ახალი ინგრედიენტების აღმოჩენა, რადგან არა მხოლოდ ბასკეთის კულინარიის ცენტრი არის ამის ორგანიზატორი და მხარდამჭერი ბასკეთის მთავრობა, ასევე არის მანტალა, რომელიც არის ორგანიზაცია, რომელიც შექმნა ბასკეთის კულინარიის ცენტრმა, გამოაცხო, ასე ვთქვათ, მარტივად რო ვთქვათ, და ეს ორგანიზაცია ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ახალი ინგრედიენტების, კულინარიული ტექნიკების განვითარებას და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ შეინარჩუნონ ეს კულინარიული მემკვიდრეობა, რაც აქვთ, რისთვისაც ამდენი ხანი იწვალეს და არ უნდათ, რომ თავისი პოზიციები, რა თქმა უნდა, დაკარგონ მსოფლიოში, ამიტომ მათთვის უწყვეტი განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ მანტალა არის ის ორგანიზაცია, რომელიც უშუალოდ ახორციელებს კიდევ ამ კონგრესს. ანუ მის ორგანიზაციაში შესული შეფები არიან, რომლებიც ჩვენთან ჩამოდიან სტუმრად. საოცარი ქალი ჩამოდის, პილი მანტეროლა, რომელიც არის გრილის ოსტატი, ასევე ენრიკე ფლეიშმანი, ესეც აუცილებლად აღსანიშნავი შეფმზარეულია, რომელიც არის ბასკეთის კულინარიის ცენტრის ასოცირებული პროფესორი და მას თავისი ჯგუფი აქვს, ასევე მზარეულების და მისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული პროდუქტების ნახვა, ქართულ შეფებთან გასაუბრება. ერთი სული აქვს, როგორც ამბობს თვითონ, რომ ისტუმროს საქართველოს. კონგრესის გარდა ჩვენ გვაქვს პატივი, რომ უმასპინძლოთ განსაკუთრებულ ვახშამს, გალვა ვახშამს, რომელსაც წარმოდგენილი იქნება ასევე შეფების მიერ მომზადებული ეს უნიკალური რაღაცა კერძები, მე ესე ველოდები და ძალიან მინდა რომ ეს ნახო როგორც რაც შეიძლება მალე. და ასევე 3 მარტის ღონისძიებაზე. 3 მარტის ღონისძიებაც, 3 მარტის ღონისძიება იქნება უმნიშვნელოვანესი, რადგან ჩვენ 3 მარტს გავაცნობთ სტუმრებს, ქართულ კულტურას, ჩვენ ჩავატარებთ ქართულ მასტერ-კლასებს. ეს შეფებისთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავთენტური სამზარეულოს გაცნობა და კერძების და პროდუქტების. და მე მგონია, რომ ძალიან შევაყვარებს და მოვაწონებ თავს, იმიტომ რომ ეს ადამიანები პირველად მოდიან საქართველოში და ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ინტერესს იწვევს გასტრონომიულ სფეროში, ბოლო ხანია უფრო განსაკუთრებულად და უფრო მნიშვნელოვნად. და მე მგონია, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვისაც და არა მარტო ჩვენთვისაც, მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია ახალი და საინტერესო კულინარიული, თუნდაც რეცეპტების, ინგრედიენტების და კულტურის აღმოჩენა, რადგან მაგათთვის ეს განვითარებისთვის იქნება ძალიან კარგი და საინტერესო და ჩვენთვის ხომ ნებისმიერი პროფესიონალური გამოცდილება ამ სფეროში სპეციალისტების უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ რაც მეტი მოხდება ესეთი კონგრესი იქნება, სტუმრის მოპატიჟება, შეფმზარეული მასტერ-კლასები თუ ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი და განსაკუთრებით გასტრონომიისთვის, რადგან გასტრონომია არის საქართველოს
მართლა უდიდესი კულტურის ნაწილი და ჩვენი რესურსია ნამდვილად, რის გამოც ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის რომ ეს გასტრონომიული ტურისტიც და სხვა ტურისტიც უფრო მეტად მივიზიდოთ ქვეყანაში და მე ვამაყი ვარ რომ ჩვენ ესეთი გასტრონომია გვაქვს, რომელიც ყველას ძალიან მოწონს, ვინც კი ჩამოდის.